მოგესალმებით. 14 მაისს 2025 წლის გვაქვს იუპიტერის ტრანზიტი ყუროდან ტყუპებში ვედური ასტროლოგიის მიხედვით და ამის შესახებ მინდა ყველა ასცენდენტისთვის გაგაცნოთ მოკლე პროგნოზი, მაგრამ სანამ თითოეული ასცენდენტზე გადავალთ, მინდა რომ ორი სიტყვით შესავალი გავაკეთო, რა არის განსაკუთრებული ამ ტრანზიტთან დაკავშირებით. განსაკუთრებული არის ის, რომ ეს არის ატიჩარი იუპიტერი, ანუ სანსკრიტიდან რომ გადმოვთარგმნოთ, ეს არის აჩქარებული იუპიტერი. გარკვეულ პერიოდებში პლანეტა, იქიდან გამომდინარე, რომ ელიფსური არის მისი ბანი, მოძრაობს უფრო ჩქარა. და აქედან გამომდინარე, ეს ტრანზიტი არის უფრო განსაკუთრებული, ვიდრე სხვა ტრანზიტები იუპიტერის. და მითოლოგიურად თუ გავიხსენებთ იუპიტერი და ვენერა ერთი პერიოდის განმავლობაში აწარმოებდნენ ერთმანეთთან ომს. ვენერა იყო ასურების მასწავლებელი და ბრიჰასპატი, ანუ იუპიტერი იყო დევების მასწავლებელი. ერთ პერიოდში ვენერა მიიღო შივასგან მანტრა, რომელიც საშუალებას აძლევდა, რომ მკვდრეთით აღედგინა თავისი დავარდნილი მეომრები და ამან მისცა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უპირატესობა ომში. და ამ დროს იუპიტერი გახდა იძულებული, რომ აჩქარებული იყო, ანუ ცოდნა კიდევ უფრო ჩქარა შეეთვისებინა და თავისი თვისებების გამოვლენა აჩქარებინა. ლეგენდის თანახმად ამბობენ, რომ აი მაგალითად მაჰაბჰარატას ომში იყო ომის დროს იყო იუპიტერი აჩქარებული იმ პერიოდში. ასევე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს აჩქარებული. ეხლა აქედან გამომდინარე, კი არ უნდა შეიქმნას პანიკა, რომ აი ეხლა ჩქარა იუპიტერი უფრო ჩქარა მოძრაობს და რაღაცა კატასტროფა უნდა მოხდეს. შეიძლება მოხდეს რაღაც კატასტროფა, მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ ძალიან დამოკიდებული ჩვენ საკუთარ განვითარებაზე. მაშინაც კი, როცა გლობალური კატასტროფები ხდება, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან ბედნიერი პერიოდია ხოლმე, იმიტომ რომ მთავარია ჩვენი ცნობიერება, როგორ ხედავს ამ ყველაფერს. რაც არის 100%-იანი არის ის, რომ იქნება აჩქარებული კარმა და იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობები. ანუ ვიღაცას ძალიან ბევრ რაღაცაში გაუმართლებს, მიიღებს უფრო მეტ საჩუქარს, ვიდრე ადრე იღებდა ერთი ტრანზიტის განმავლობაში. ვიღაცას ეს საჩუქარი შეიძლება აღიქვას თავიდან, რომ არის რაღაცა ნეგატიური. შეიძლება დაავადებაც იყოს, მაგრამ აი როცა დაამარცხებს ამ დაავადებას და დაამთავრებს, იტყვის, რომ კიდე კაი ეს რაღაცა მოხდა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს იყო საჩუქარი. აი ეს მინდოდა მეთქვა და კიდევ მინდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც ტრანზიტი ხდება და გვაქვს კონკრეტული თარიღი, მაგალითად ეხლა გვაქვს 14 მაისი, ხო? ეს ტრანზიტი არ ხდება ზუსტად ამ თარიღზე ენერგეტიკულად. ენერგეტიკულად ძალიან დიდი ხნით ადრე უკვე, ზოგჯერ 2 კვირით ადრეც, ზოგიერთი ადამიანისთვის უკვე იგრძნობა. და ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დავაკვირდეთ ჩვენ გარშემო რა ხდება. აი ამ პერიოდში, მაგალითად ამ კვირაში, თუ დააკვირდებით თქვენ ცხოვრებაში, სად მიიღეთ საჩუქარი, მაგალითად, თუ საჩუქარი მიიღეთ რომელიღაც სფეროში, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგად მიდის იქ განვითარება. თუ სამსახურში დაგაწინაურეს, ანუ შენი სულისთვის ეს, ვთქვათ, სამსახური საკმაოდ მისაღებია. მაგრამ თუ სადმე შეიქმნა პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ ეს საკითხი არის უფრო ყურადღება მისაქცევი. და აქედან გამომდინარე, ასტროლოგიის გარეშეც შეიძლება ხოლმე, რომ ძალიან ბევრი რაღაცა დასკვნა გავაკეთოთ, როდესაც ვიცით, რომ ხდება ტრანზიტი რომელიღაცა პლანეტის. და ასევე მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ კონკრეტულ ასცენდენტზე, აქ ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ წარმოდგენა, როგორია თქვენი პლანეტა, მაგალითად, იუპიტერი ვიღაცის რუკას შეიძლება იყოს ძლიერი და რა თქმა უნდა, მისთვის ეს ტრანზიტი კიდევ ბევრად უფრო პოზიტიური იყოს, ვიდრე მე დავახასიათებ ახლა. და ვიღაცისთვის შეიძლება პირიქით იყოს ნეგატიური და ისეთი კარგი შედეგები არ მოიტანოს მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი იმ ასცენდენტებისთვის იყოს პოზიტიური. აქედან გამომდინარე, მაინც საჭიროა რომ გქონდეთ ცოტა წარმოდგენა მაინც ასტროლოგიაზე
და დღესდღეობით იმდენი ინფორმაციაა, რომ აივადური ასტროლოგიის შესახებ შეგიძლიათ ასევე წარმოდგენა შეიქმნათ ჩემი არხიდანაც, შეგიძლიათ რუკა გააკეთოთ, დევს იქ ვიდეო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გააკეთოთ რუკა. შეგიძლიათ აუცილებლად უყუროთ ვიდეოს სახლების შესახებ, იმიტომ რომ ეს ძალიან ფუნდამენტურია, რომ იცოდეთ, რომელი სახლი რა ენერგიას, რა ცხოვრების სფეროს მიესადაგება. და შემდეგ უკვე უყუროთ, გააკეთოთ თქვენი რუკა, ნახოთ ასცენდენტი სად არის და შემდეგ უკვე უყუროთ ასცენდენტისთვის კონკრეტულ პროგნოზს. ეხლა ჩაუჯდეთ სათითაოდ და განვიხილოთ თითოეული ასცენდენტი. რა თქმა უნდა, დავიწყოთ ვერძი ასცენდენტებიდან და ვერძი ასცენდენტებისთვის იუპიტერი გადადის მეორე სახლიდან მესამე სახლში. საკმაოდ კარგი ტრანზიტია. ეხლა ვისაუბრებთ დადებით მხარეებზეც ამ ტრანზიტის და ასევე რამოდენიმე უარყოფით მხარესაც. იქიდან გამომდინარე, რომ იუპიტერი არის მფლობელი ვერძებისთვის მე-9 სახლის და მე-12 სახლის საკმაოდ პოზიტიური პლანეტაა მაინც მე-9 სახლის მფლობელი და კიდევ მინდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც იუპიტერი რომელიღაც სახლში გადადის, იმ სახლისთვის არ მოაქვს იმდენად კარგი, რამდენადაც თავისი ასპექტებისთვის. რადგანაც იუპიტერის სხეული არის მძიმე, ანუ აი რაღაც სიმძიმე იგრძნობა მაინც იმ სახლში, იმ თემაში, სადაც გადადის, მაგრამ იგრძნობა აბსოლუტურად პოზიტიური შედეგი ასპექტებისთვის. და ვერძებისთვის იქნება ასპექტი, რა თქმა უნდა, თავისი მდებარეობიდან, იუპიტერის მდებარეობიდან მე-5, მე-7 და მე-9 სახლი და ვერძების შემთხვევაში ეს იქნება მე-7 სახლი, მე-9 სახლი და მე-11 სახლი. როცა მე-9 და მე-11 სახლზე აკეთებს, რა თქმა უნდა, ორ პოზიტიურ სახლზე პლანეტა ასპექტს და ეს არის, რა თქმა უნდა, იუპიტერი ძალიან კარგია ადამიანისთვის. ესე იგი, ვერძებში მოიმატებს თავდაჯერებულობა. რადგანაც მესამე სახლი არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მოქმედების სახლი, ჩვენი გაბედულების სახლი. გაიზრდება უფრო მათი თავდაჯერებულობა, განსაკუთრებით კომუნიკაციის სფეროში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე თუ სამსახური დაკავშირებულია კომუნიკაციის სფეროსთან ან წერასთან, იუპიტერი ძალიან კარგად გამოადგება ეს ტრანზიტი. ასევე იქნება ფინანსური სარგებელიც, რადგანაც მე-7 სახლი ეს არის არა მარტო პარტნიორი, ანუ ცხოვრების პარტნიორი და მეუღლე, არამედ ასევე არის ბიზნესთან დაკავშირებული პარტნიორები და ვხედავთ აქ მე-11 სახლთანაც კავშირს. ანუ ბიზნესში გაუმართლებთ ვერძებს, მით უმეტეს რომ მე-9 სახლიც ჩართულია. ძალიან კარგი შედეგი ექნებათ ასევე პირად ცხოვრებაშიც, რადგანაც თუ რაღაც პრობლემა ქონდათ იუპიტერის ასპექტი მე-7 სახლზე, ოჯახურ ცხოვრებაში სავარაუდოდ იმოქმედებს პოზიტიურად, ან შეიძლება ადამიანი დაქორწინდეს. რა თქმა უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ უნდა შეხედოთ პირველ რიგში დაშას და ანტარდაშას, რა დაშა გაქვთ, რა ანტარდაშა გაქვთ. ამის და მიხედვით ტრანზიტი მარტო არაფერს არ აკეთებს. პირველ რიგში არის სანახავი თვითონ იუპიტერი რამდენად ძლიერია, მერე რომელი პლანეტის მახადაშა გაქვთ, რომელი პლანეტის ანტარდაშა გაქვთ და უკვე შემდეგ ტრანზიტი. ასევე მე-9 სახლზე იუპიტერის მე-7 ტრანზიტი ძალიან კარგია იმისთვის, რომ მიიღოთ რაღაცა ახალი ცოდნა. დაიწყოთ რაღაცა ახალი ცოდნის შეძენა. შეიძლება გაგიმართლოთ სულიერ მასწავლებლებში, გამოჩნდნენ მასწავლებლები თქვენს გარშემო. უნივერსიტეტთან დაკავშირებით, საბუთებთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან გაგიმართლოთ ამ პერიოდში და ასევე მე-11 სახლის იუპიტერის ტრანზიტი გამოიწვევს თქვენი სანაცნობო წრის ძალიან გაზრდას, გაფართოებას, იუპიტერი აფართოებს. და აქ მესამე სახლთანაც არის ეს კავშირში თვითონ, სადაც იუპიტერი გადადის და მე-11-თანაც, რომ თქვენი სანაცნობო წრი აუცილებლად გაიზრდება. და გაიზრდება პოზიტიური კუთხით, ანუ იუპიტერის სეული, ესეთ სუფთა ენერგიის ადამიანები შემოვლენ აუცილებლად, რომლებიც ასევე დარჩებიან და არა როდესაც რახუს გავლენა, იქ არის ხოლმე რომ ისეთი უცნაური ხალხი მოდის, რომელიც მალევე მიდის ჩვენი ცხოვრებიდან და იუპიტერის ტრანზიტი ამ კუთხით ძალიან კარგია. ასევე შეიძლება იყოს დიდი შანსია იყოს მოულოდნელი ფინანსური გამართლება, რადგანაც აი მე-11 სახლიც ეს არის სიოლი, ფული და მე-9 სახლი არის პირდაპირ ფორტუნა.
უარყოფითი, რაც შეიძლება იყოს, რომ ზედმეტად თავდაჯერებული გახდეთ კომუნიკაციის დროს, ანუ რატომღაც გეგონოთ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რასაც აკეთებთ. ეს შეიძლება უარყოფითი იყოს, ესეც თუ იუპიტერი რაღაც ცუდ მდგომარეობაშია რუკაში. და ასევე აი ეს იუპიტერის ტრანზიტი თვითონ მესამე სახლში იქნება საჭირო, რომ პოზიტიური შედეგი რომ მოგცეთ, იქნება საჭირო აუცილებლად რაღაცა ძალისხმევის ჩადება. რადგანაც როგორც თქვი, იუპიტერი თვითონ სადაც ზის იმ სახლში, ცოტა იმ სიმძიმესავით იგრძნობა და ასევე იცით, რომ იუპიტერი არის კავშირში სიზარმაცესთან. როდესაც ადამიანს არ უნდა ძალიან მძიმე შრომის ჩადება და უნდა რომ ყველაფერი ადვილად გამოვიდეს. ამიტომ იქნება ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა და სახარჯი. შეიძლება ნეგატიური ის იყოს, რომ ადამიანს კონდეს ძალიან ბევრი იდეა, რადგანაც მესამე სახლი არის ასევე ანალიტიკურ ტვინთან კავშირში და აი ძალიან ბევრი იდეა კონდეს, რისი გაკეთებაც უნდა ადამიანს და არაფერს არ აკეთებდეს ამ დროს, იმიტომ რომ იუპიტერის გავლენა იყოს და სიზარმაცე დაეწიოს რაღაცნაირად. ეს არის ძირითადად რაც მინდოდა ვერძებისთვის მეთქვა. ეხლა გადავიდეთ კურუ ასცენდენტებზე. რაც შეეხება კურუებს, კურუებისთვის იუპიტერი გადადის მეორე სახლში, აქამდე პირველ სახლში იყო. და მეორე სახლში იუპიტერი გამოვლინდება იმაში, რომ რა თქმა უნდა მეორე სახლის თემებს დაეხმარება ძალიან. აი ამ ტრანზიტს კურუებისთვის აქვს უფრო სამსახურთან დაკავშირებული ფინანსური ასპექტი, რადგანაც მეორე სახლის ფინანსებთან არის კავშირში მე-6-ე, სადაც ასპექტს აძლევს იუპიტერი, მერვე და მე-10. ანუ ყველაფერი თითქოს მის კარიერასთან არის კავშირში კურუებისთვის, რასაც იუპიტერი მიუთითებს ამ ტრანზიტიდან გამომდინარე. დიდი შანსია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, ასევე დიდი შანსია, რომ ადამიანმა დაიწყოს უფრო საკუთარი თავის უკეთესად გამოვლენა საუბრის საშუალებით, ანუ კომუნიკაცია უფრო გაუადვილდეს. მისი სიტყვა, ასე ვთქვათ, გახდეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იუპიტერია მე-6-ე სახლის გააქტიურებასაც უწყობს ხელს ეს ასპექტი და ერთი, ანუ გააჩნიათ თვითონ რუკაში როგორი იუპიტერი გაქვთ, შეიძლება რომ ძალიანაც გაზარმაცდეს ადამიანი ამ შემთხვევაში, რადგანაც მე-6-ე სახლი არის ესეთი რუტინული საქმიანობა, რაც ისედაც შეიძლება გეზარებოდეს ადამიანს და იუპიტერის გავლენა შეიძლება იყოს ის, რომ აღარ მოუნდეს ადამიანს ამ ყველაფრის შესრულება, მაგრამ თუ რუკაში ნორმალური იუპიტერია, შეიძლება რომ უბრალოდ სიამოვნებას განიჭებდეთ და აღარ იყოს რთული თქვენთვის ის, რაც ადრე რთული იყო. და მე-10 სახლით სამსახურთან არის დაკავშირებული, ოღონდ მე-10 სახლის გავლენით დიდი შანსია რომ დაგაწინაურონ კარიერულად. მერვე სახლი ხელს უწყობს ტრანსფორმაციას, ოღონდ ტრანსფორმაციას არა ისე, როგორც სატურნის შემთხვევაში, რომ აუცილებელი ადამიანის ტრანსფორმაცია და ცუდად არის. ეს არის ნებაყოფლობითი ტრანსფორმაცია უკვე იუპიტერის ასპექტიდან გამომდინარე, როდესაც ძალიან რბილად ხდება ყველაფერი, არ არის იქ რაღაცა უბედური შემთხვევები და ასევე არის შემოსავლები არაპირდაპირი გზით, რაღაცა ინვესტიციების სახით. ასევე პარტნიორის შემოსავლებიც არის მერვე სახლში. შესაძლოა, რომ თქვენ პარტნიორსა ფინანსურად გაუმართლოს, როდესაც იუპიტერი ასპექტს აძლევს მერვე სახლზე. და ასევე უარყოფითი რაც არის, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ კვებასთან იქნება დაკავშირებული თემები, როგორიც არის ტკბილეულის შეზღუდვა, მაგალითად, როგორც იცით, იუპიტერს უყვარს ტკბილი და შეიძლება არაჯანსაღი კვებითი ჩვევები განგვივითარდეს, კურუებს განუვითარდეთ. როდესაც იუპიტერი არის მეორე სახლში, ეს უნდა გააკონტროლოთ. ასევე შეიძლება ზედმეტად დიდი ხარჯები გაიღოთ, ვიდრე შეგიძლიათ, უფრო იუპიტერი აკეთებს იმას, რომ უფრო ოპტიმისტი ვხდებით. თითქოს შეიძლება რეალობას ააცდინოს ადამიანი და უფრო ოპტიმისტი გახდეს, ან ზედმეტად ოპტიმისტურად აიღოს ვალი მაგალითად. და გამოუვიდეს ეს, მაგრამ მე რა თქმა უნდა, ამ ვალს გადახდაც უნდა.
და ასევე შეიძლება იყოს ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, რადგანაც მეორე სახლი არის ის ოჯახი, რომელშიც დავიბადეთ, უფრო პოზიტიური კავშირით შეიძლება მოხდეს თუ იუპიტერი პოზიტიურად არის რუკაში განლაგებული, მაგრამ ასევე შეიძლება გაიზარდოს მოვალეობები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. წარმატებას გისურვებთ, გურუებო. რაც შეეხებათ ტყუპებს, ტყუპებისთვის ძალიან კარგი ტრანზიტია, რადგანაც როგორც ხედავთ, იუპიტერი გადადის პირველ სახლში, მე-12 სახლიდან, სადაც არც თუ ისე მაინც ძლიერი პოზიცია იუპიტერის გადადის პირველ სახლში და ამ პოზიციას აქვს მთელი რიგი დადებითი ფაქტორები და ერთი-ორი უარყოფით ის, რომელზეც ვისაუბრებთ. პირველ რიგში, როდესაც იუპიტერი პირველ სახლში გადადის, ადამიანს ემატება უფრო მეტად მაგნეტიზმი, ემატება უფრო შარმი. განსაკუთრებით თუ არის ეს ადამიანი იუპიტერისეულ პროფესიებში, როგორიც არის მასწავლებელი, როგორიც არის ხელმძღვანელი რაღაცის და მის სიტყვას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი წონა აქვს. თუ ადამიანს აქვს ბიზნესი თავის სახელთან დაკავშირებული, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს, რომ იუპიტერმა უფრო გააფართოვოს და ზოგადად ცნობადობა შეიძლება გაფართოვდეს უფრო ადამიანის, როდესაც პირველ სახლშია. მე-5 და მე-5, მე-7 და მე-9 სახლზე აკეთებს ასპექტს იუპიტერი და აი, როდესაც ორივე ტრიკონა სახლზე აკეთებს იუპიტერი ასპექტს, ეს არის ძალიან კარგი, რადგანაც მე-5 სახლიც ძალიან კარგად გააქტიურდება, რომელიც არის კავშირში რაღაცა, ვთქვათ, შეიძლება ძალიან ადვილად მოხდეს მის ცხოვრებაში შემოსვლა ახალი ჰობის, მაგალითად, ბავშვი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს პირველი სახლიც აქტიურია და მე-5 სახლიც, მაგრამ ბავშვის გაჩენა, რა თქმა უნდა ჩანდეს ასევე მაჰადაშაში და ანტარდაშაში. და მე-7 სახლს რაც შეეხება, ესეც ქორწინებასთან არის კავშირში, შეიძლება რომ დაქორწინდეს ადამიანი, თუ ქორწინებაშია და რაღაც პრობლემები აქვს, შეიძლება ძალიან პოზიტიური გამოცდილება მიიღოს და პირიქით ეს პრობლემები უკანა პლანზე გადავიდეს და დაალაგდეს ყველაფერი პარტნიორთან ან მეუღლესთან, ასევე ბიზნეს პარტნიორებთან, თუ ადამიანს ბიზნეს პარტნიორები ყავს. და მე-9 სახლი არის კავშირში სწავლებასთან, მასწავლებლებთან. შეიძლება რომ ადამიანს გამოუჩნდეს უცაბედად თუ საჭიროებას მოითხოვს მისი სული, ძალიან კარგი მასწავლებელი. შეიძლება უფრო ადვილად ისწავლოს რაღაც საგნები, ვიდრე ადრე მოახერხებდა ამას. ზოგადად გამართლების დიდი შანსია. ორივე ტრიკონა სახლი, როდესაც აქტიურია, დიდი შანსია რომ გაუმართლოს ადამიანს. მით უმეტეს, როდესაც აჩქარებული იუპიტერია, კიდევ უფრო მეტჯერ შეიძლება გაუმართლოს. უარყოფითი რაც არის და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, არის რომ როდესაც იუპიტერი არის პირველ სახლში, პირდაპირ სხეულთან არის კავშირში და შეიძლება რაღაცა მოხდეს დაავადებასთან დაკავშირებული და ეს დაავადება შეიძლება იყოს ზედმეტწონასთან კავშირში. შეიძლება დიაბეტი დაემართოს ადამიანს თუ არ გაფრთხილდა, ზედმეტი ქოლესტერინი ქონდეს ან რაღაცა მსგავსი დაავადება, რომელიც არის ჭარბწონასთან კავშირში. წონა შეიძლება მოიმატოს, ამიტომ ანუ ამ დროს ფართოვდება იმ კუთხით სხეული, რომ ენერგეტიკულად ფართოვდება აუცილებლად და აუცილებლად უნდა დაახმაროთ ამას ის, რომ უნდა დაიხარჯოს ეს ენერგია. თუ არ დაიხარჯა, მაშინ გამოვლინდება სხეულის მასის გაზრდაში და უარყოფითი შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ ადამიანს მაგალითად ეგოს პრობლემები აქვს, ანუ დიდი ეგო აქვს, იუპიტერმა პირველ სახლში შეიძლება იმოქმედოს ისე, რომ ზედმეტად გაეზარდოს ეგო და ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოავლინოს რაღაც სიტუაციებში, თავის თავზე აიღოს მაგალითად ზედმეტი პრობლემების გადაჭრა, რომელიც გამოიწვევს შემდეგ უკვე სტრესს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს რამოდენიმე გაფრთხილება იყო უბრალოდ, მაგრამ საერთო ჯამში ტყუპებისთვის ძალიან კარგი ტრანზიტია, ხო, ყველა მხრივ, ანუ უფრო პირად ცხოვრებაშიც, მაგრამ ასევე სწავლაშიც დაეხმარება ადამიანს. წარმატებას გისურვებთ ტყუპებო.
რაც შეეხება კირჩხიბებს. კირჩხიბებისთვის იუპიტერი გადადის მე-12 სახლში და ასპექტს გააკეთებს მე-4 სახლზე, მე-6 სახლზე და მე-8 სახლზე. ზოგადად პლანეტის ტრანზიტი მე-12 სახლში დიდად კარგ ტრანზიტად არ ითვლება ხოლმე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იუპიტერისთვის მე-12 სახლი მაინც ძალიან ახლობელია და სულიერების პლანეტაა, სულიერების სახლში გადადის, მაინც დადებითად ითვლება კირჩხიბებისთვის. ზოგადად კირჩხიბებისთვის იუპიტერი ისედაც დადებითი პლანეტაა და რა პოზიტიური მოვლენები შეიძლება ამან გამოიწვიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს საზღვარგარეთთან კავშირების გაღრმავება პოზიტიური კუთხით. საერთოდ შეიძლება საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადავიდნენ კირჩხიბები, რადგანაც აქ არის მე-9 სახლიც აქტიური და მე-12 სახლიც. ყველა ვარიანტში იქნება რაღაც სამსახურეობრივი კავშირი საზღვარგარეთთან. მე-6 სახლისა და მე-12 სახლის ღერძია გააქტიურებული. ასევე შეიძლება ადამიანი წავიდეს სასწავლებელად საზღვარგარეთ. კიდე მეორე საკითხი, რაც შეიძლება იუპიტერმა მე-12 სახლში გააქტიუროს, ეს არის, რა თქმა უნდა, სულიერება. და ადამიანს შეიძლება ადამიანთან მივიდეს უფრო ღრმა ცოდნა, ვიდრე ადრე ქონდა ამის შესაძლებლობა. მასწავლებლები გამოჩნდნენ ცხოვრებაში, სულიერი პრაქტიკები გამოჩნდეს ძალიან ესეთი სუფთა ენერგიის და მაღალი ვიბრაციული, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და სულიერი განვითარება ზოგადად კირჩხიბებისთვის ისედაც აჩქარებულია კარმა, აჩქარებული იუპიტერის გამო და კიდევ უფრო მეტად შეიძლება აჩქარდეს ზოგადად. სამსახურეობრივი საკითხებიც პოზიტიურად შეიძლება იყოს გადაწყვეტილი მე-6 სახლის გააქტიურების გამო. ყველა ვარიანტში მე-4 სახლის ასპექტი მოუმატებს კირჩხიბებს ბედნიერების შეგრძნებას, რადგანაც როდესაც მე-4 სახლზე აქვს იუპიტერს ასპექტი, აი შინაგანად ადამიანი გრძნობს თავს ბედნიერად. გააჩნია ახლა ადამიანს როგორი რუკა აქვს და როგორი ზოგადად როგორ პლანეტების პერიოდებს გადის, მაგრამ ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა კრიზისული სიტუაცია იყოს, მაინც იუპიტერის გავლენა იგრძნობა. დედასთან ურთიერთობა გაუმჯობესდება მე-4 სახლიდან გამომდინარე, სამშობლოსთან ურთიერთობაც გაუმჯობესდება. შეიძლება ამ ცხოვრების სამშობლოსთან, შეიძლება წინა ცხოვრების სამშობლოსთანაც, რადგანაც მე-12 სახლიც აქტიურია. მოგზაურობებიც შეიძლება იყოს ამ პერიოდში. კირჩხიბებისთვის ძალიან სასარგებლო და გახსნის გზას თითქოს იუპიტერი აქვს, რადგანაც მე-9 სახლი, რომელზეც ასპექტს აკეთებს ამ შემთხვევაში, ისედაც იუპიტერის სახლია კირჩხიბების რუკაში და კიდევ უფრო მეტ ეფექტს მოახდენს ეს ტრანზიტი და მე-8 სახლს რაც შეეხება, სადაც ასევე აკეთებს იუპიტერი ტრანზიტს, მე-8 სახლთან დაკავშირებით შეიძლება ცხოვრებამ გამოუგზავნოს რაღაცა გაკვეთილები, რომელიც უნდა გაიაროს და ერთი შეხედვით არ ჩანდეს პოზიტიური, რადგანაც მე-8 სახლი არის აქ ჩართული. მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, თუ ისედაც გააქტიურებთ იუპიტერს იმითი, რომ არ არის აუცილებელი გქონდეთ ძალიან მჭიდრო კავშირი რამე რელიგიასთან, თუნდაც მედიტაციაც კი იუპიტერს აძლიერებს. ან უბრალოდ რაღაცა ერთი ლოცვის წაკითხვა, ან უბრალოდ ღმერთთან საუბარი, ყველაფერი იუპიტერს აძლიერებს. თუნდაც რაღაცა წმინდა წიგნი წაიკითხოთ. ესეც იუპიტერის ენერგიის გაძლიერებისთვის არის და განსაკუთრებით კირჩხიბებისთვისაც, რადგანაც მე-12 და მე-9 სახლი არის ორივე აქტიური. ნეგატიური შეიძლება იყოს ის, რომ იუპიტერი ასევე მე-12 სახლში შეიძლება გამოწვეული იყოს ამითი რაღაც დანაკარგები, უფრო მეტი ხარჯები შეიძლება ადამიანმა გასწიოს, ვიდრე ამის საშუალება აქვს. შეიძლება რუკას გააჩნია და სიზარმაცემად შემოგიტიოთ, რადგანაც მე-6 სახლის ასპექტია. და შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებდეთ იმას, რომ აი რაღაცას ვისწავლი, მაგრამ სინამდვილეში არ გქონდეთ ამის სურვილი და იქიდან გამომდინარე, რომ იუპიტერის ასპექტია მე-9 სახლზე, დაიწყოთ სწავლა. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, როდესაც იუპიტერი თვითონ ძლიერი არ არის რუკაში.
არ არის აუცილებელი, რომ ყველას რუკაში ესეთი რაღაცა იყოს. მე უბრალოდ შესაძლო, ასე ვთქვათ, შესაძლო ხაფანგებს გაფრთხილებთ ხოლმე ტრანზიტის დროს. რაც შეეხებათ ლომებს, იუპიტერი გადადის მე-11 სახლში და ასპექტს გააკეთებს მე-11 სახლიდან მე-3, მე-5 და მე-7 სახლებში. ახლა მე-11 სახლის იუპიტერი ძალიან კარგია, რადგანაც მოგიტანთ ნაცნობების წრის გაფართოებას, ასევე მოიტანს შემოსავლების გაფართოებას. ოღონდ ეს არ არის ხელფასი, ეს არის ეს ასე ვთქვათ შემოსავალი, რომელიცთვისაც ძალიან დიდი შრომა არ გჭირდებათ. ასევე მათთვის, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, ძალიან წარმატებული პერიოდი იქნება იუპიტერით მე-11 სახლში ლომებისთვის. და კომუნიკაციის სახლზე, როდესაც აკეთებს ასპექტს, თან ეს არის ვენერას სახლი, უფრო გაფართოვდება თქვენი კომუნიკაციის შესაძლებლობები. შეიძლება წერაც დაიწყოთ და გამოხატავთ საკუთარ თავს უფრო, ასე ვთქვათ, კრეატიულად, ვიდრე აქამდე, რადგანაც იუპიტერი ეხმარება მე-3 სახლს. მე-5 სახლზე იუპიტერის ასპექტი შეიძლება შვილიც გაუჩნდეს ადამიანს, თუ შვილის ყოლას აპირებს. ასევე შვილებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა თუ გაქვთ, შეიძლება მოგვარდეს. და ეს მე-5 სახლის და მე-7 სახლის ასპექტი ორივე მიუთითებს იმას, რომ თქვენი პირადი ურთიერთობები, სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან პოზიტიურისკენ შეიცვლება. შეიძლება დაქორწინდეს ადამიანი, შეიძლება თუ ახალ ურთიერთობას დაიწყებს, იქნება ეს ურთიერთობა მისთვის ძალიან პოზიტიური და ბევრის მომცემი და ასევე არსებული ურთიერთობაც თუ პრობლემური იყო რამე, დიდი შანსია რომ მოგვარდეს იუპიტერის ასპექტიდან გამომდინარე. უარყოფით თითქმის ვერაფერს ვერ ვხედავ იუპიტერის ტრანზიტით ლომებისთვის. ძალიან კარგი დრო არის ლომებო თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა პლანეტებთან გქონდეთ ცოტა რთული ტრანზიტი, მაგრამ იუპიტერი მთლიანად პოზიტიურ გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით თუ ისედაც ძლიერი იუპიტერი გყავთ. რაც შეეხებათ ქალწულებს, ქალწულებისთვის იუპიტერი გადადის მე-10 სახლში და მეორეზე, მე-4-ზე და მე-6 სახლებზე აკეთებს ასპექტს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის პროფესიულ წარმატებასთან დაკავშირებული იუპიტერის ტრანზიტი თქვენთვის. მიიღებთ ისეთ შემოთავაზებებს კარიერასთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება არ ელოდით და წინაურება არის მოსალოდნელი. უკვე მიუთითებს თან მეორე სახლის ასპექტი და მე-6-ესიც, ასევე იმას, რომ პროფესიულად კარგად უნდა წავიდეს საქმე ქალწულების და შემოსავლების ზრდა არის მოსალოდნელი, ასევე როდესაც იუპიტერია, შეიძლება იყოს რაღაც მოულოდნელი საჩუქრებიც კი შემოსავლის სახით, რომელსაც არ ელოდით. მე-4 სახლში იუპიტერის ასპექტი გამოიწვევს იმას, რომ ბედნიერების შეგრძნების ზრდა იქნება. ასევე ეს საოჯახო სახლის სიტუაცია იქნება უფრო ბედნიერი, უფრო დაკავშირებული იქნებით თქვენი ოჯახის წევრებთან, ვიდრე იყავით. და მე-6 სახლის იუპიტერის ასპექტი თან მე-10 სახლში ზის თვითონ და თან მე-6 სახლზეც აკეთებს ასპექტს. ეს იმას მიუთითებს, რომ ადამიანი მთლიანად შეიძლება ნებისმიერ თანამდებობაზე. ანუ ადამიანი შეიძლება როგორც შემსრულებელიც ძალიან კარგად იყოს და პოზიტიურად ჩართული და ასევე როგორც მენეჯერი საქმიანობაში. მოკლედ კარიერისთვის ძალიან კარგი დროა ქალწულებო და ერთადერთი რაც შეიძლება აქ ნეგატიური იყოს, ბალანსი უნდა დაიცვათ, იმიტომ რომ კარიერაში ბევრი რაღაცა ხდება და შეიძლება დაგავიწყოთ დასვენება. ან ზედმეტად ბევრი მოვალეობა აიღოთ საკუთარ თავზე, ის რაც არ არის ასაღები. ასე რომ დასვენება არ დაგავიწყდეთ და გადავიდეთ სასწორებზე. სასწორებისთვის
არის ძალიან კარგი ტრანზიტი, რადგანაც იუპიტერი ამოდის მერვე სახლიდან, როგორც იქნა და გადადის მეცხრეში და მეცხრე სახლიდან აკეთებს ასპექტს პირველ სახლზე, მესამეზე და მეხუთეზე. პირველ სახლზე ასპექტი, რა თქმა უნდა, მეცხრე სახლში ხო ჯერ განვიხილოთ ის, რომ მეცხრე სახლშია, თუ მერვე სახლში იუპიტერი თავის პოზიტიურ თვისებებს ვერ ავლენდა, კიდევ ძლიერი ყოფილიყო თქვენი იუპიტერი რუკაში, მეცხრეში უკვე დაიწყებს პოზიტიური თვისებების გამოვლენას, დაიწყება თქვენ ცხოვრებაში გამართლება, სწავლის მხრივ შეიძლება რაღაც ახალი ისწავლოთ, შეიძლება გამოჩნდნენ კარგი მასწავლებლები, თუ აი მოგზაურობები შეიძლება უფრო ნაკლებად იყოს თქვენ ცხოვრებაში, ახლა ბევრად უფრო გაიზარდოს მოგზაურობების როლი, რადგანაც აქ მეცხრე სახლშიც ის იუპიტერი და მესამეზეც აკეთებს აქცენტს და მესამე არის მოკლებადიანი მოგზაურობა და მეცხრე უკვე შედარებით შორმანძილზე. პირველ სახლზე ასპექტი ძალიან კარგია სასწორებისთვის, რადგანაც სასწორებს აქვთ ის ტენდენცია, რომ ყველაზე მეტად იყვნენ სხვის აზრზე დამოკიდებული. ანუ აი სასწორი თვითონ მაგას გულისხმობს, რომ ადამიანი თითქოს საკუთარ თავს არ ენდობა, თითქოს აი უნდა რომ ვიღაცამ უთხრას ან წონის ყველაფერს და იუპიტერის ეს ტრანზიტი უფრო გაამყარებს იმაში, რომ იგრძნობენ თავიანთი თავის ძალას, ან თავდაჯერებულობა გაეზრდებათ ძალიან სასწორებს და მათთვის იქნება ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ასევე მეხუთე სახლზე ასპექტი, რა თქმა უნდა, აკეთებს იმას, რომ თუ შედარებით მოწყენილი იყო ცხოვრება ან რაღაცა მსგავსი შეიმჩნეოდა, იუპიტერი როდესაც გადადის და მეხუთე სახლზე აკეთებს ასპექტს, ყოველთვის ხდება უფრო მხიარული ცხოვრება, ბავშვებთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეგაწუხებთ, შეიძლება შვილიც გაუჩნდეს სასწორებს, რადგანაც პირველი სახლზეც არის ასპექტი და მეხუთეზეც და საერთო ჯამში არის ძალიან კარგი ტრანზიტი. ვერ ვიტყოდი, რომ რამე ნეგატიური აქვს, რადგანაც სასწორებს რაღაცა სასწაული უნდა ხდებოდეს რუკაში, რომ ძალიან დიდი ეგო ქონდეთ და აქედან გამომდინარე ეს იუპიტერის პირველ სახლზე ასპექტი დიდად არ ამგონია გამოიწვიოს ის, რომ საკუთარი მნიშვნელობის განცდა გაეზარდოთ მათ. მოკლედ ძალიან პოზიტიური პერიოდი გელოდებათ, რა თქმა უნდა, თუ იუპიტერიც ძლიერია რუკაში. რაც შეეხებათ მორიელებს. მორიელებისთვის იუპიტერი გადადის მერვე სახლში, ასპექტს აკეთებს მე-12-ზე, მე-2-ზე და მე-4-ზე. როდესაც იუპიტერი მერვე სახლში გადადის და თან ასპექტი აქვს, რა თქმა უნდა, მე-12-ზე, პირველ რიგში ეს მიუთითებს იმას, რომ ეს პერიოდი იქნება თქვენთვის ძალიან სასარგებლო შინაგანი განკურნებისთვის. ანუ უფრო ფოკუსი შეიძლება გაკეთდეს ამ პერიოდში ტრანსფორმაციაზე, საკუთარი თავის შემეცნებაზე, რადგანაც მერვე სახლში იუპიტერი ასე თუ ისე აუცილებლად მოგიტანთ ტრანსფორმაციას და თუ თქვენ ცხოვრებაში რაღაცა სპირიტუალურ პრაქტიკას დანერგავთ და მოინდომებთ, რომ რაღაც თემა დაამუშავოთ, ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენთვის, ვიდრე სხვა დროს. მე-12 სახლის იუპიტერი ზუსტად ამას მიუთითებს, რომ ძალიან კარგი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ სულიერებასთან უფრო დაახლოვდეთ და თუ რაიმე გქონდათ დასამუშავებელი, ასე ვთქვათ, განიკურნოთ ძალიან სიღრმისეულად. მეორე სახლზე ასპექტი კარგია იმ კუთხით, რომ დიდი შანსია, რომ ფინანსური წარმატებაც მიიღოთ. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობაც, რადგანაც მერვე სახლის იუპიტერი არის მემკვიდრეობასთან კავშირში. შეიძლება შემოსავლები მიიღოთ, მინახია მე, რომ მერვე სახლში როდესაც იუპიტერია, ადამიანები ვალებს იღებენ, ზედმეტად ოპტიმისტურად, ამაზე გაფრთხილდით. და მე-4 სახლზე ასპექტი მიუთითებს იმას, რომ შეიძლება სამშობლოსთან გქონდეთ უფრო პოზიტიური შეხება, ვიდრე ადრე გქონდათ. შეიძლება რაღაცა ნათესავებთან აღადგინოთ კავშირი, ან თუნდაც ოჯახის წევრებთან უფრო ღრმა კავშირი აღადგინოთ, იმიტომ რომ მეორე სახლიც არის ოჯახი, სადაც გავიზარდეთ
და მეოთხე სახლი სამშობლოს და დედას აღნიშნავს. ანუ საერთო ჯამში ეს ტრანზიტი მორიელებისთვის არის უფრო სიღრმეებში ჩასვლასთან, საკუთარ თავთან კავშირის აღდგენასთან დაკავშირებული და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის განკურნვასთან დაკავშირებული, რადგანაც არეზარებათ ასცენდენტით მორიელებს სიღრმეების ძებნა და სიღრმეებში ჩასვლა და ამ ტრანზიტს დარწმუნებული ვარ ძალიან პოზიტიურად გამოიყენებენ. რაც შეეხებათ შვილდოსნებს. შვილდოსნებისთვის იუპიტერი გადადის მეშვიდე სახლში და აკეთებს ასპექტს მე-11 პირველ და მესამე სახლებზე. ძალიან კარგი ტრანზიტია შვილდოსნებისთვის, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ლაგნა ლორდი, ანუ მფლობელი პლანეტა გადადის მეშვიდე სახლში და პირდაპირ ასპექტს აკეთებს პირველ სახლზე. დაახლოებით იგივეა, რაც ტყუპებისთვის, როდესაც პირველ სახლში გადადის, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ასპექტი მაინც არის მეშვიდი ასპექტი, იმიტომ რომ პირდაპირ უყურებს პლანეტა და პირველ რიგში დაკავშირებული იქნება წარმატება პარტნიორებთან, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნეს პარტნიორებით შეიძლება იპოვოს ძალიან ადვილად მშვილდოსანმა მოემატება მის ზოგადად მის პერსონას უფრო წონა, გამოჩნდება საზოგადოებაში, მის სიტყვას ექნება უფრო დიდი ფასი და ეს ორი ასპექტიც მე-11 სახლის და მესამე სახლის პირდაპირ ამას მიუთითებს, რომ ადამიანს ექნება საზოგადოებაში გზა გახსნილი საკუთარი წარმატებისთვის. თუ რაღაცა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობთ, ან სოციალურ მედიას უკავშირდება თქვენი სამუშაო, ეს ტრანზიტი იქნება ძალიან კარგი თქვენთვის. გაჩნდება ძალიან ბევრი ნაცნობების წრე და თქვენი გამოხატვის მანერა გახდება კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ღრმა იუპიტერისეული და კიდევ უფრო მომაჯადოებელი. ერთადერთი მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ გააჩნია ახლა ეგოზე რამდენად ნამუშევარი აქვს ადამიანს, შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებული იყოს და ეს იუპიტერის ტრანზიტმა ზედმეტად გადაიყვანოს იმაში, რომ ყველაფერი იცის, ისეც კი რაც არ იცის, ამ ასპექტს თუ გაუფრთხილდებით, არაფერი სახიფათო შვილდოსანებისთვის არ არის, პირიქით, ძალიან პოზიტიური ასპექტია თქვენთვის და თუ რამეში აქ გზა გადაკეტილი იყო და რამე არ გამოგდიოდათ, ეხლა ზუსტად ის დროა, რომ უფრო მეტად გაბედოთ და გამოხვიდეთ და გამოავლინოთ საკუთარი თავი ამ ასპექტთან ერთად. რაც შეეხებათ თხის რქებს. თხის რქებისთვის იუპიტერი გადადის მე-6 სახლში და ასპექტს აკეთებს მე-10 სახლზე, მე-12 სახლზე და მე-2 სახლზე. თხის რქებისთვის ცოტა ესეთი შერეული ტრანზიტია, რომელიც თითქოს კარიერაში წინსვლასაც უქადით, იქ სულიერებაც არ უნდა დაივიწყონ და ბევრ რაღაცას უნდა მიაქციონ უფრო ყურადღება. პირველ რიგში მე-6 სახლში, როდესაც გადადის იუპიტერი, შეიძლება ყოველდღიურობაში ცოტათი სიზარმაცე მოიმატოს და რა თქმა უნდა გააჩნია, რამდენად ძლიერია იუპიტერი. თუ ეხლა იუპიტერი გყავთ თხის რქაში, სხვა შედეგი გექნებათ და თუ იუპიტერი გყავთ, თქვათ, კირჩხიბში და ეგზალტაციაში, სხვა. უღარეს შემთხვევაში სიზარმაცეა, უკეთეს შემთხვევაში ის რომ გაგიმართლებთ, თქვათ, სამსახურეობრივ სიტუაციაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში კარიერას ეხება, რადგანაც მე-10 სახლის ჩართულია, მე-6 სახლის თვითონ იუპიტერის ის აქ. ოღონდ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სულიერებაც ამ პერიოდში თქვენგან ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც მე-12 სახლზე აკეთებს იუპიტერი ასპექტს და შეიძლება საზღვარგარეთ მოგზაურობა მოგიტანოთ, შორმანდილზე მოგზაურობა მოგიტანოთ, რაღაცა სულიერი, ასე ვთქვათ, ინსაიტები, შეიძლება იყოს კარგი მაგალითად რაღაც რიტრიტში წასვლა საზღვარგარეთ თხის რქებისთვის. და ასევე მეორე სახლზე ასპექტი გააჩნია ახლა თუ ძლიერია იუპიტერი იქნება
გამართლება და გაფართოება ამ კუთხით. თუ არ არის ძლიერი, მაშინ შეიძლება ზედმეტი ხარჯებიც იყოს, რადგანაც თხის რქებისთვის ეს მეორე სახლი არის სატურნის. და აქედან გამომდინარე, ფულთან ესეთი ურთიერთობა აქვს სხვანაირი. საერთო ჯამში ფრთხილად უნდა იყვნენ თხის რქები და ეს სულიერებასთან კავშირი არ დაკარგონ და ისე მიხედონ საქმეს და განვითარდნენ სამსახურში. რაც შეეხებათ მერწყულებს, მერწყულებისთვის მეხუთე სახლში გადადის იუპიტერი და ასპექტს აკეთებს მე-9, მე-11 და პირველ სახლებზე საკმაოდ კარგი ტრანზიტია. რაც შეეხებათ მერწყულებს, იუპიტერი გადადის მეხუთე სახლში და აკეთებს ასპექტს მე-9 სახლზე, მე-11 სახლზე და პირველ სახლზე. მეხუთე სახლში იუპიტერის გადასვლა ძალიან კარგია, კარგი ტრანზიტია ზოგადად, იმიტომ რომ პოზიტიურ სახლებზე აკეთებს ასპექტს და რაც აძლიერებს საერთოდ იუპიტერის სიძლიერეს, ტრანზიტის სიძლიერეს. ძალიან კარგი დრო არის იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს ადამიანმა, რამე ისწავლოს ახალი. ასევე აძლიერებს ადამიანის ოპტიმიზმს ზოგადად, რადგანაც მეხუთე სახლშია გადასული და პირველ სახლზეც ასპექტი აქვს, რადგანაც მერწყულებს ბუნებრივად არა აქვთ დიდად ოპტიმისტური განწყობა ცხოვრების მიმართ ზოგადად, თუ არ არის ძლიერი მთვარე ძალიან და იუპიტერის გადასვლა ასევე მეხუთე სახლში ითვლება იუპიტერის დალოცვას ეძახიან, როდესაც იუპიტერი ლოცავს ადამიანს, რომ თუ უნდა შვილის ყოლა, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება მისთვის, რომ შვილი ეყოლოს. ერთადერთი უარყოფით შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანს ჰქონდეს ბევრი შესაძლებლობები, ანუ აი ზედმეტი შესაძლებლობები ჰქონდეს, არ იცოდეს რომელი საგანი აირჩიოს, რომელი პროფესია აირჩიოს, ან ბავშვისგან ჰქონდეს ზედმეტად ბევრი მოთხოვნა და ასე შემდეგ. გაფართოებასთან კი არის იუპიტერი კავშირში, მაგრამ ზოგჯერ არის ზედმეტი მოთხოვნები ადამიანის მიერ ამ საკითხებში. ხო, მეგობრები გამრავლდებიან უფრო თქვენ ცხოვრებაში, რადგანაც იუპიტერი მე-11 სახლზე აკეთებს ასპექტს. და ეს იქნებიან ესეთი იუპიტერისეული მეგობრები, რომლებიც სასარგებლო არიან ადამიანისთვის მის ცხოვრებაში და იწვევენ პოზიტიურ ცვლილებებს. ასევე პირველ სახლზე ასპექტი, რა თქმა უნდა, იწვევს ზოგადად ადამიანის თავდაჯერებლობის ზრდას და პოზიტიურ გამოვლინებას უფრო საზოგადოებაში. რაც შეეხებათ თევზებს, თევზებისთვის იუპიტერი გადადის მე-4 სახლში და აკეთებს ასპექტს მე-8 სახლზე, მე-10 სახლზე და მე-12 სახლზე. მე-4 სახლი პირველ რიგში არის ქვეცნობიერთან ძალიან ღრმა კავშირში და როდესაც აქ იუპიტერი გადადის და თან ასპექტს აკეთებს მე-8-ზე და მე-12-ზე, დიდი შანსია, რომ ადამიანმა დაამუშავოს ძალიან ღრმა ქვეცნობიერი ბლოკები საკუთარ თავში. ამიტომ მე გირჩევდით, რომ თუ რამე გაწუხებთ და იცით, რომ აი რაღაც ღრმად არის თქვენში ეს პრობლემა და თითქმის უკვე დიდად არ გქონდათ იმის მოლოდინი, რომ დაამუშავებთ, აი ამ პერიოდში თუ სწდით, შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მოიტანოს. მე-4 სახლი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ასევე ბედნიერების შეგრძნების ამაღლებას, გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება სახლი იყიდოს ადამიანმა, თუ ამისთვის ხელსაყრელი მახადაშა და რუკაშიც ჩანს. ასევე დედასთან ურთიერთობის პოზიტიურ ჭრილში გადაყვანას იწვევს იუპიტერი მე-4 სახლში. მანქანაც შეიძლება იყიდოს, რადგანაც მე-4 სახლი ასევე მანქანებსაც აღნიშნავს. შეიძლება ასევე შემოსავალი მიიღოს მემკვიდრეობით, რადგანაც მე-8 სახლია აქტიური. მაგრამ ყველა ვარიანტში შემოვა შესაძლებლობები, რომ ადამიანმა ღრმად საკუთარ თავზე იმუშაოს, რადგანაც მე-8 სახლიც აქტიურია და მე-12-ც ერთდროულად. მე-10 სახლი კარიერულ შესაძლებლობებს გააჩენს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ფოკუსი მაინც იქნება შედარებით სულიერებისკენ ამ შემთხვევაში, ვიდრე კარიერისკენ. რადგანაც თევზები ისედაც ასცენდენტ თევზები ისედაც ძალიან ღრმა ნიშანია და
იუპიტერის სეული ნიშანია, ანუ იუპიტერია ისედაც მფლობელი და მაინც ამ ტრანზიტს უფრო სულიერებისკენ გადაყავს, ვიდრე ხდის მას ძალიან ასეთ სამცხოვრებაში ჩართულს და მასტერიალისტს, ასე ვთქვათ. მაგრამ შეიძლება რაღაც სასულიერო სექტორში, ვინც არის, ან ფსიქოლოგია, ან მასწავლებელია, მათთვის კარიერულადაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი შეიქმნას ამ შემთხვევაში. საერთო ჯამში პოზიტიური ტრანზიტია, ოღონდ რა თქმა უნდა, მაშინ თუ გამოიყენებთ შესაბამისად. წარმატებას გისურვებთ. იუპიტერთან დაკავშირებით სულ ეს იყო. 18 მაისს ვაპირებ რახუს ტრანზიტთან დაკავშირებით YouTube ლაივის გაკეთებას, სადაც შეგეძლებათ ასევე კომენტარების სახით პირდაპირ კითხვების დასმა თქვენი რუკიდან გამომდინარე. თუ ეს იდეა მოგწონთ, აუცილებლად დამიტოვეთ ქვემოთ კომენტარებში და თქვენს აზრს გავითვალისწინებ. კარგად ბრძანდებოდეთ.